კიდევ ერთხელ მოგესალმებით უდიდეს სიყვარულით მეგობრებო. მე ვარ შოთა ხიხაძე, ვარ ფსიქოლოგი, ეზოთერიკოსი, დაკავებული ვარ ადამიანის ფიზიკური და მენტალური განვითარებით. მე მინდოდა რომ შოაი ლაივში ვართ, როგორც იქნა. ეხლა ნახოთ თუ არის შესაძლებელი რომ დავამატოთ. შოაი ლაივში ვართ. ყველას უდიდეს სიყვარულით მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო შეხვედრა, როგორ განთავისუფლდეთ ნეგატიური მდგომარეობებისგან და რა ნეგატიური მდგომარეობებია ეს. საწყისი არის ნეგატიური აზრები. ეს ნეგატიური აზრები იწვევს დეპრესიას, შემდეგ ეს დეპრესია გადადის შფოთვით აშლილობაში და პანიკურ შემოტევებში. ამ ყველაფერს ერთად ქვია ნერვოზი. ჩვენ გვინდოდა რომ სამნი ჩავრთულიყავით, ჩემთან ერთად კიდევ არიან ჩვენ გონების აკადემიაში. მადლობა გულებისთვის, თეო. აი თეო და ეკა ჩვენთან ერთად აკადემიაში. ცოდას მოგიყვებით ჩემზე. მე ბიზნესმენი ვარ და ფსიქოლოგი გავხდი სრულიად შემთხვევით, იმიტომ რომ მე თვითონ დეპრესიაში ჩავარდი. და ვიპოვე უნიკალური მეთოდი, როგორ შეიძლება ამ დეპრესიიდან თავის დაღწევის. და მარტო მე კი არ დავაღწიე თავი, ვინც კი მოისურვა, ყველამ შეძლო. მე ხა აქ კომენტარებს ვხედავ. მეგობრებო, ჩვენი შეხვედრა რო იყოს საინტერესო, მე მოგიყვებით როგორ არის აგებული ადამიანის სხეული. ეს უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ მე მივხვდეთ რომ რა შედეგებიც დგება, რის გამოდგება ეს შედეგები ხო ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანის სხეული შედგება 30 ტრილიონი პაწაწინა გონიერი უჯრედისგან. ამ უჯრედებს იმდენი ინტელექტი გააჩნიათ, რომ საკვებს ირჩევენ და ენერგიის დაზოგვის ხარჯს შეუძლიათ სიცოცხლე გაიხანგძლიონ. ხვდებით, გონიერები არიან ეს უჯრედები. 30 ტრილიონი უჯრედის გარდა ჩვენ სხეულში კიდევ არის 10-ჯერ მეტი მიკროორგანიზმი და ბაქტერია, 300 ტრილიონი. წარმოიდგინეთ რამდენია. ანუ ეს ჩვენი სხეული არის მთელი კოსმოსი, ძალიან ბევრი უჯრედია. ნახეთ, ამ ჩვენი უჯრედებიდან არის ისეთი უჯრედები, რომელიც ჩვენ აზრებს ადვილად ემორჩილება და ეს არის სისხლის უჯრედები, ეს არის ენდოკრინული ჯირკვლები, რომელიც ჰორმონებს გამოყოფენ და ეს არის თავის ტვინის უახლესი ფენა, ნეოკორტექს, უახლესი ტვინი. სისხლის დაკვირვებით ნახეს, რომ ადამიანს, როდესაც ეშინია, სისხლს კუმშავს და სახეზე ფითრდება, როდესაც რცხვენია, სისხლს აფართოვებს და მწითლდება. ენდოკრინული ჯირკვლებიდან გამოიყოფა ჰორმონები ჩვენი აზრების შედეგად და ნახეთ მეგობრებო, რა არის იცით? რეალურად ბედნიერების ჰორმონები გამოიყოფა სწორ ქცევებზე. რეალურად ნახეთ რა არის
ადამიანი ან მოქმედებს სამყაროსთან ჰარმონიაში, ან სამყაროსთან დისჰარმონიაში, ანუ სამყაროს წინააღმდეგ. თუ ადამიანი სამყაროსთან არის ჰარმონიაში, მის სხეულში არის სასიამოვნო შეგრძნებები და მას გამოეყოფა ბედნიერების ჰორმონები, ის ძლიერდება, ჯანსაღდება, ენერგიით ივსება. ხოლო თუ ადამიანი დისჰარმონიაშია სამყაროსთან, წინააღმდეგია სამყაროსთან, ის სტრესს განიცდის. ნახეთ როგორ რაღაცა ადამიანი სიხარულის განცდისას გამოიყოფა ეს 4 ბედნიერების ჰორმონი: ენდორფინი, დოფამინი, სეროტონინი და ოქსიტოცინი. ნახეთ ოღონდ ეს სხვადასხვა აქტივობებზე გამოიყოფა რა კიდევ. მე ხა აქ ვერ ვხედავ, საერთოდ რამდენი ადამიანი მიყურებს. მეგობრებო, აბა კომენტარები მოიწერეთ. ხო, ნახეთ მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი თემა იყო ეს ნეგატიური მდგომარეობები, რა, საიდან ჩდება ეს ნეგატიური მდგომარეობები საერთოდ რა? ნახეთ, პირველად ყოველთვის არის რაღაც ნეგატიური აზრი, რომელსაც ადამიანი ჩაიხვევს. ამ ნეგატიური აზრის ჩახვევის შედეგად გამოიყოფა კორტიზოლი, სტრესის ჰორმონი. და ნახეთ რა არის ნებისმიერი დაავადების, ნებისმიერი სხეულებრივი რაღაც არეულობის ბრალი არის აი ეს კორტიზოლი რა, სტრესის ჰორმონი კორტიზოლი. ეს კორტიზოლი ადამიანს სჭირდება ძალიან ბევრ რაღაცაში. აი დილას რო გვეღვიძება, კორტიზოლი გვაღვიძებს. კორტიზოლი რო არ გამოგვიყოს, უბრალოდ არ გაგვეღვიძება დილას. და კორტიზოლი, ზედმეტი კორტიზოლის გამოყოფა ლოგინიდან გვაგდებს. აი ლოგინში რო გაუსაძლისია უკვე ყოფნა, ეს კორტიზოლი აკეთებს ამას, რომ ლოგინიდან ავდგეთ. აი მაგალითად ვიღაცას რო ვეჯიბრებით და თუ შევატყეთ რომ ის ჩვენზე ძლიერია, ხომ უნდა დავნებდეთ, აი ეს კორტიზოლი ვეხმარება დანებებაში. მაგალითად შეყვარებულთან ვიჩხუბეთ და უნდა დავშორდეთ შეყვარებულს. აი ეს კორტიზოლი უნდა გამოგვეყოს, რომ ჩვენ ნეგატიური სურათები შევქმნათ და დავშორდეთ. თუ არ გამოგვეყო ეს კორტიზოლი, არ ვერ დავშორდებით. და პირიქით, სეროტონინი არის ის ჰორმონი, რომლითაც უფრო მიჯაჭვული ვხდებით. ნახეთ როგორი რაღაცაა მეგობრებო, ჩვეულებრივად სისხლი წყალთან შედარებით არის 7-ჯერ სქელი. მაგრამ ეს კორტიზოლი აკეთებს ისეთ რაღაცას, რომ ამ სისხლს ასქელებს. და შეიძლება ეს სისხლი 14-ჯერ სქელი გახდეს და უკვე იწყებს რაღაცების სხეულში არევას და შეიძლება გახდეს 21-ჯერ სქელი და ეს უკვე დაავადებებია და თუ 30-ჯერ სქელი გახდა, ნუ ეს უკვე ადამიანი ვეღარ გაუძლებს ამას. სისხლში არის ერითროციტები, რომლებსაც ჰაერის ბუშტუკები უნდა გადაიტანონ, რომლებმაც ჰაერის ბუშტუკები უნდა გადაიტანონ მთელ სხეულში და ტვინში. ჩვენი სხეულის უმთავრესი ნაწილი არის ტვინი. ტვინი მართავს მთელ სხეულს. და თუ ტვინი კარგად არ იკვებება და თუ ტვინი გადატვირთული ყავს, სხეული არ მუშაობს კარგად. აი მაგალითად როგორც აი რაღაც კომპიუტერული რაღაცა რო ჩართოთ და პროგრამა რო урევს, აი ზუსტად ეგრე урევს ჩვენი ფიზიკური სხეული თუ ჩვენ სისხლში არის ბევრი ზედმეტი კორტიზოლი. ანუ ყველა დაავადების პრობლემა არის აი ეს ზედმეტი კორტიზოლი. განთავისუფლება ხდება როგორ, ხო? და რეალურად რა არის? აი ეს აზრი, ნეგატიური აზრი რატო იწყება თავიდან? ხო, ადამიანებს გვაქვს ვიღაცის მიმართ წყენა. ჩვენი ტვინი არის ეგრე აგებული ეგოსისტემა, რომ მას ყოველთვის ყველაფერი კაი თვითონ უნდა. და უნდა რომ ყველაფერი ისე მოხდეს როგორც თვითონ უნდა. და თუ ესე არ ხდება როგორც თვითონ უნდა, მე ბრაზდება ამაზე. ეს ჩვენი ტვინი, ჩვენი ეგოსისტემა. ამ გაბრაზების დროს კორტიზოლი გამოიყოფა და თუ ადამიანი ხშირად ბრაზდება, რა თქმა უნდა, ბევრ კორტიზოლს აგროვებს სისხლში. მე კომენტარებს ვერ ვხედავ, აქ ცუდია რომ ვერ ვხედავ. ახალი დამატებული ვარ ჯგუფში დღეს დავემატე და ალბათ იმიტომ.
ხო, მოდით მეგობრებო, მოგიყვებით ამ ნეგატიურ მდგომარეობებზე ანუ როგორ უნდა დავაღწიოს თავი. ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა გავიაზროთ, რომ ყოველი ადამიანი არის მისი აზრების შედეგი. ნუ ადრე ტექნიკა არ იყო ესე განვითარებული და ცოდნა არ იყო ეს. ამ ცოდნას ადამიანი ეხლა შეეხება, ეს არის უახლესი ცოდნა და ადრე არ ქონდათ ადამიანებს ეს ცოდნა, მაგალითად როგორც რამოდენიმე წლის წინ რომ ჩვეულებრივად გვეთქვა ადამიანისთვის რომ ფიზიკა და ქიმია იციო, გეტყოდა რომ ხო არ გაგიჟდიო ფიზიკა და ქიმია გენიოსებმა იციანო და ეხლა რეალურად სკოლაში ასწავლიან ხო ფიზიკას და ქიმიას. ზუსტად იგივე 200-300 წლის წინ რომ ვიღაცისთვის გვეთქვა რომ წერა-კითხვა იციო, ნუ გეტყოდა იგივეს რომ ხო არ გაგიჟდი წერა-კითხვა გენიოსებმა იციანო და რო გეთქვა რომ 2-3 თვეში წერა-კითხვას გასწავლიო არ დაგიჯერებდა რა. მეგობრებო, დაჯერებაზე არის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა დავიჯეროთ რაღაცეები, რომ ამან იმუშაოს და ნუ რა თქმა უნდა, ფსიქოლოგია ისეთი რაღაცეებია, რომ ბევრი რაღაცა უბრალოდ აზრებზეა დაფუძნებული და ადამიანებს არ ჯერავთ. მე გეტყვით იმას, რომ ეხლა ტექნიკა ძალიან განვითარდა და თქვენი აზრების შედეგად თქვენი ენდოკრინული ჯირკვლები გამოყოფენ ჰორმონებს და ეს ნათელია. როგორც არ გვინდა ამას მიუდგეთ, ყოველთვის ეს აზრები ყოველთვის გამოყოფენ ჰორმონებს. ეს ჯირკვლები სხეულში ბევრი გვაქვს. ეს ჯირკვლები იგივე ჩაკრებია, ალბათ გინახიათ, ხო? იოგურ რაღაც იმეებში არის ჩაკრები, 7 ჩაკრა და ეს ჩვეულებრივად ჯირკვლებია ჩვენ სხეულში განლაგებული და ისინი გამოყოფენ ჰორმონებს. ან გამოყოფენ ბედნიერების ჰორმონებს, ან გამოყოფენ სტრესის ჰორმონ კორტიზოლს. კიდევ არის სტრესის ჰორმონი ადრენალინი, რომელიც გულს გვიჩქარებს. და ის ჩვენ გვჭირდება გარემო პირობებთან შესაგვებლად. ყოველთვის სიახლის დროს ადამიანს ეს გული უჩქარდება, ეშინია. და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. საღამო შვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა. აი რაღაც კომენტარები გამოჩნდა და მაგარია. ძალიან ბევრ სიყვარულს გიგზავნით. დიდი მადლობა. ხო, დღევანდელი შეხვედრა არ იქნება ხანგრძლივი 1.5 საათი ვისაუბრებთ. ეს ძირითადი თემები, რაც არის იმას მოგიყვებით. რა თქმა უნდა, ეს ადამიანის აგებულობა ძალიან ვრცელი თემაა, მაგრამ აი ძირითადად რა უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი აზრების შედეგად გამოიყოფა ჩვენ სხეულში ჰორმონები. აი ხა იმაზე ვყვებოდი. ენდოკრინოლოგია არის ახალი მეცნიერება, სადღაც 50-60 წლის მეცნიერება. და შეისწავლის ამ ენდოკრინული ჯირკვლებიდან როგორ გამოიყოფა ჰორმონები. ამ ჰორმონებსაც 70-75 სახელი დაარქვეს, ჰორმონები ათასობითაა, მაგრამ ჯერ ცოტას დაარქვეს სახელები და აქედან 4 არის ბედნიერების ჰორმონი, ადრენალინი, დოფამინი, ოქსიტოცინი, სეროტონინი და დოფამინი, ოქსიტოცინი, სეროტონინი და ენდორფინი. და სტრესის ჰორმონებია კორტიზოლი, ადრენალინი, ნორადრენალინი. კიდევ სხვებიც არის, მაგრამ ესენი არის ძირითადი, ესენი არის, რაც ფსიქოლოგიაში გამოიყენება სულ. და ბედნიერებაში როლს თამაშობს მხოლოდ 5 ადამიანის ბედნიერების განცდაში, თამაშობს მხოლოდ 5 ჰორმონი როლს. ეს არის 4-ია ეს ბედნიერების ჰორმონი და 1 კორტიზოლი. ნახეთ მეგობრებო რა ხდება. აი ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბედნიერების ჰორმონები ანეიტრალებენ ამ სტრესის ჰორმონს. ეს არ მითქვა, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რა. და სტრესის ჰორმონი ანეიტრალებს ბედნიერების ჰორმონებს. და ნახეთ რა არის, ავტომატურად ჩვენ სხეულში სულ გამოიყოფა სტრესის ჰორმონი კორტიზოლი. მე მოგიყევით, ხო, აი რის გამო გამოიყოფოდა, რომ დილას გვაღვიძებს, ვინმეს თუ ეჯიბრებით, რომ დავნებდეთ მაგისთვის არის, შეყვარებულს რომ დავშორდეთ მაგისთვის არის, ან კიდევ გამოიყოფა იმისთვის, რომ ჩვენ გავიაზროთ გამოწვევები, პრობლემები რომ გავიაზროთ, მაგისთვისაც ვჭირდება. მაგალითად, თუ ადამიანს და ნუ რაღაცაზე ზედმეტად თუ ინერვიულა, იწვევს ამ ზედმეტი კორტიზოლის გამოყოფას. კიდევ იცით რაზე გამოიყოფა? სულ გამოიყოფა. რა პრობლემა არის ეგ, რომ სულ გამოიყოფა. ჩვენ რო ფრთხილად ვართ, სადმე რომ მივდივართ და რო ფრთხილობთ,
აი ეს კორტიზოლი გამოიყოფა და ჩვენ ფრთხილად სულ ვართ, ხვდებით? და ეს სტრესავს ადამიანს რა. და ამის სანაცვლოდ რომ კორტიზოლი სულ გამოიყოფა ჩვენ სხეულში, ამის სანაცვლოდ ჩვენ ბედნიერების ჰორმონები უნდა გამოვყოთ და ჩვენ ამის ტრენინგებს ვატარებთ. ჩვენ ამის ტრენინგებს ვატარებთ, როგორ გამოვყოთ ეს 4 ბედნიერების ჰორმონი და როგორ მაქსიმალურად როგორ შევამციროთ კორტიზოლის გამოყოფა, სტრესის ჰორმონის გამოყოფა. ამ კორტიზოლის გამოყოფას სხეულში აქვს არასასიამოვნო შეგრძნება და ბედნიერების ჰორმონებს აქვს სხეულში სასიამოვნო შეგრძნება და ჩვენ ამით შეგვიძლია მივხვდეთ რომელ ჰორმონს გამოვყოთ. და ამის გარდა, ეხლა მოგიყვებით მცირე აქტივობებს, რის გამო გამოიყოფა ეს ჰორმონები. აი დოფამინს მაგალითად ეძახიან მიზნის მიღწევის ჰორმონს და როდესაც ჩვენ რაღაცა მიზანს დავისახავთ, ეს დოფამინი უკვე გამოყოფას იწყებს. როდესაც მოგზაურობას გეგმავთ, დოფამინი გამოიყოფა და ჩვენ თუ შევისწავლით, რის გამო გამოიყოფა ეს დოფამინი, შემდეგ ის აქტივობები შეგვიძლია ცხოვრებაში ვაკეთოთ და უფრო მეტი დოფამინი გამოვყოთ. აი მაგალითად, დოფამინი გამოიყოფა, როდესაც ჩვენ უჩვეულო გზით მივდივართ სახლში. აი სხვა გზით რო წავედით, გაურკვეველი გზით რო წავიდეთ სახლში, ამ დროს დოფამინი გამოიყოფა. ხვდებით? შემდეგი ჰორმონია ენდორფინი. ენდორფინი გამოიყოფა ფიზიკურ აქტივობაზე, სიცილის დროს, ტირილის დროს და ტრავმის მიღებისას. ის დოფამინი თუ იყო ჰორმონი, რომელიც ჩვენში იწვევდა ენთუზიაზმს, ეს ენდორფინი არის ჰორმონი, რომელიც ჩვენ გვეხმარება სტრესების დაძლევაში და ტკივილგამაყუჩებელია, ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია, მორფზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია და ამისთვის გჭირდება ეს ენდორფინი. და შესაბამისად სავარჯიშოებიც არის ან ფიზიკური აქტივობა, ან კომედიების ყურება, ან 15 წამი რო გავიღიმოთ, უკვე იწყებს ენდორფინი გამოყოფას, სხეულს ახსოვს და იწყებს ენდორფინი გამოყოფას, ბედნიერების ჰორმონი. შემდეგი ჰორმონია ოქსიტოცინი და ოქსიტოცინი სიყვარულის ჰორმონს ეძახიან, რადგან ის სიყვარულის დროს გამოიყოფა ყველაზე მეტი. და ნახეთ, ჩვენ თუ მცენარე გვიყვარს, ჩვენ თუ ცხოველი გვიყვარს, ადამიანი გვიყვარს, ჩვენ ოქსიტოცინს გამოვყოფთ. მაგრამ ოქსიტოცინი კიდევ ბევრ რაღაცებზე გამოიყოფა. მაგალითად, დაპირებების შესრულებისას ოქსიტოცინი გამოიყოფა, როდესაც პირობას ვასრულებთ. მაგალითად, ოქსიტოცინი გამოიყოფა, როდესაც უცხო ადამიანს ვეხმარებით ამ რაღაცებზე და შესაბამის სავარჯიშოები გვაქვს, როგორ გამოვყოთ ეს ოქსიტოცინი და დარჩა ბოლოს სეროტონინი. სეროტონინი ღამე გადაიქცევა მელატონინად და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰორმონია. ის მზის შუქზეც გამოიყოფა. უბრალოდ მზის შუქზე რო ვიდგეთ სეროტონინი გამოგვეყოფა. და სეროტონინი ღამე სადღაც საღამოს 10 საათიდან დილის 4 საათამდე, აი ეს 6 საათის შუალედი გადაქცეულია მელატონინად. ეს მელატონინი არის ძლიერი დამამშვიდებელი. მაგალითად, სეროტონინი იწვევს რეალურად სეროტონინი არის საკუთარი ფასეულობის შეგრძნებას იწვევს. ან ბევრ სეროტონინს რო გამოვყობთ, საკუთარი ფასეულობის შეგრძნებას იწვევს. აი მაგალითად, გითხარით სათავო ჰორმონზე, დოფამინზე გითხარით, ენთუზიაზმს იწვევს, ოქსიტოცინის, ბევრი ოქსიტოცინის გამოყოფა უშიშრობას იწვევს. ხო, აი სიყვარული რა კავშირშია უშიშრობასთან. და ენდორფინზე გითხარით, ტკივილგამაყუჩებელია და 4-ვე გითხარით, სეროტონინი კიდევ გამოიყოფა, იცით რის გამო? როდესაც ვიღაცის მადლიერი ვართ, ან როდესაც ვიღაცაა ჩვენი მადლიერი. აი გაიხსენეთ შეგრძნება, როდესაც ვიღაცას გულით მადლობას ეუბნებით, რა კაი შეგრძნებაა, აი ეს შეგრძნებაა სეროტონინი. ხო, დიდი მადლობა. მე აქ კომენტარებს ძალიან ცოტას ვხედავ, მაგრამ ხო, სეროტონინზე ვიყავით და ანუ ძირითადი არის რომ ეს მადლიერებით გამოიყოფა რა და თუ ერთმანეთს კომპლიმენტს ვეუბნებით, თუ ერთმანეთის მადლიერები ვართ, სეროტონინს გამოვყობთ. რეალურად ეხლა მიხვდით ხო ეს 4 ჰორმონი როგორ რაღაცებზე გამოიყოფა. რეალურად აი ძირეულ ინსტინქტებზე, აი კვებაზე ყველა ჰორმონი გამოიყოფა.
იმიტომ რომ ეს ჩვენი აი ძირეული ფუნქციები რაც არის, რომ აი სითბო, გადარჩენა, გამრავლება, ეს არის ძირეული ფუნქციები და ამაზე 4-ვე ის გამოგვეყოფა. და რეალურად ეს ჰორმონები გამოგვეყოფა ისეთ აქტივობებზე, რაც გვჭირდება ჩვენ რა და სტრესის ჰორმონი გამოგვეყოფა, ეხლა რა მოგიყვებით რა დროს გამოიყოფა ის სტრესის ჰორმონი. აი რწმენის დროს გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონები, რო გვწამს რაღაცის. და ეჭვის დროს გამოიყოფა სტრესის ჰორმონი. და შესაბამისად თუ ადამიანს ეჭვი აქვს წამლის და ექიმის, ის ვერ იკურნება და ეს არის ნაცებოს ეფექტი. იმიტომ რომ სტრესის ჰორმონებს გამოყოფს და ეს სტრესის ჰორმონები განკურნებას ხელს უშლის. და თუ ადამიანს რწმენა აქვს წამლის და რწმენა აქვს ექიმის, ეს არის პლაცებოს ეფექტი და ადამიანი ცარიელი უბრალო შაქრის ნატეხის დალევითაც შეიძლება განიკურნოს. ანუ ამდენად უდიდეს როლს თამაშობენ ეს ჰორმონები ჩვენში. და თუ ადამიანი, იცით რა არის, თუ ადამიანმა მოიჩვია ერთი ნეგატიური აზრი, ყველაფერი იწყება რაღაცა ან წყენით, ან რაღაცა ისე არ მოხდება, რომ თქვენ ეგოსისტემას მოეწონოს და გაბრაზდეს ამაზე. ნუ რა თქმა უნდა, პირველად იწყება რაღაცა წყენით და ეს წყენა მერე იცით რა არის, ერთი ნეგატიურ აზრს მოყავს თავის მეგობარი აზრები. და თქვენ თუ მოიშვიეთ რაღაცის მიმართ წყენა, მერე თქვენთან მოვა აზრები შიშზე, თქვენთან მოვა აზრები რაღაც შურზე და ყველა ნეგატიურ აზრები მოვა. და რატო ხდება იცით ესე? იმიტომ რომ ტვინს რომელ სიხშირეზეც დააწყებინებთ აზროვნებას, ის შესაბამის აზრებს დაიჭერს. და მაგიტომ არის რომ ეუბნებიან ადამიანს რომ როდესაც დეპრესიაშია გამოსვლა უნდა დაიწყოს მადლიერებით. მეც რო დეპრესიაში ვიყავ, ვერ ხვდებოდი რა შუაში იყო, საერთოდ რა შუაში იყო მადლიერება. და მადლიერება იმ შუაშია, რომ გამოყოფს ბედნიერების ჰორმონს, სეროტონინს და იზიდავს თავისნაირ პოზიტიურ აზრებს, აზრებს სიყვარულზე, აზრებს სიმამაცეზე, აზრებს ენთუზიაზმზე, მიმღებლობაზე, მიმტევებლობაზე, მადლიერებაზე. ანუ ესეთ პოზიტიურ აზრებს. მე აქ ვერ ხედავ შეკითხვებს ვერ ხედავ ძალიან ცუდია, მაგრამ არა უშავს. ვფიქრობ საინტერესო გამოვა ძალიან შეხვედრა. მე გვინდა რომ კიდევ ერთი თუ მოგეწონათ ეს შეხვედრა, მე სამივე ჩაგერთვებით, მე ეკა და თეო. და უფრო საინტერესო იქნება, ახლა სამივეს გვინდოდა რომ ჩავრთულიყავით, უბრალოდ ვერ მოხერხდა, რატომ არ ვიცი, ძალიან ისე უცბად იმას ვქენით და ხო, კიდევ რაც შეეხება ცოტას გესაუბრებით კიდევ ნეგატიურ მდგომარეობებზე. ანუ რა არის დეპრესია, რა არის დეპრესია? ნახეთ, ჩვეულებრივად ბედნიერება არის სიხარული ჩვევაში, ზუსტად იგივენაირად, როგორც დეპრესია არის სტრესი ჩვევაში. ადამიანი არის ჩვევების არსება, მეგობრებო და ყველაფერი გვაქვს ჩვენ ჩვევაში. რაღაცას ისე ვერ ვაკეთებთ, კი ვაკეთებთ, მაგრამ პირველად რაღაცას რო ვაკეთებთ, ან პირველად რაღაცას რო ვფიქრობთ, ძალიან ბევრ ენერგიას ვხარჯავთ. მეორე ცოტა ადვილია და ნაკლები ენერგია გვეხარჯება და შემდეგ რაც უფრო ვამეორებთ რაღაცას, ის ავტომატიზმამდე დადის და მე ვისისხორცებთ იმას და იმის გასაკეთებლად საერთოდ ენერგია აღარ გვჭირდება, ცხოვრების ნაწილი ხდება. და ესე გვაქვს გასისხორცებული რაღაცეები. სხვანაირად არ შეგვიძლია და თუ ადამიანს აქვს ნეგატიური აზრები, ეს მან მოიჩვია თვითონ, ეს თავიდან ესე უცბად არ შემოგვახტება ეს აზრი. ამას მოვიჩვევთ ნელ-ნელა, რომ ვამეორებთ და იმდენჯერ ვამეორებთ, რომ მე ჩვევა ხდება რა. ჩვეულებრივად აზრებით ჩვევაა, როგორც ყველაფერი დანარჩენი. რამე რომ გავაკეთოთ, ჯერ ხომ უნდა ვიყოთ და ჩვენ შეგვიძლია ვაკეთოთ მხოლოდ იმის ფარგლებში, რაც ვართ. ხოლო ის თუ რა ვართ, ჩვენ დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვფიქრობთ ჩვენ. ჩვენ ვერ გამოვავლენთ ისეთ ძალებს, რაზეც არ გვიფიქრია და რეალურად ყველა ძალა არის ჩვენში. უბრალოდ ეს უნდა დავიჯეროთ და უნდა დავიწყოთ მისი გამოვლენა. ტყუილა უყურება, კითხვები არ მოდის და ხო, ერთ 5 წუთსაც გესაუბრებით. მე მგონი საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა. ცუდია კითხვებს რო ვერ ხედავ, იმიტომ რომ კითხვებს დასვავდით. ხო,
რაც შეეხება ამ ყველა მდგომარეობას, ნეგატიურ მდგომარეობას, რაც დღევანდელ ჩვენ შეხვედრას რაც ერქვა, ყველაფერი იწყება, ანუ სტრესი არ არის აზრი, ანუ ერთჯერადად სტრესი ჩვენ გვემართება რატომ? როდესაც ან არასწორად ვაზროვნებთ, ან არასწორად ვიქცევით, ან ჩვენმა აზროვნებმა და ჩვენმა საქციელებმა ისეთი გარემო შეგვექმნა, რომლისგანაც საფრთხე გვემუქრება. ჩვენ ამ დროს სტრესს განვიცდით და ჩვენს სხეულში გვაქვს არასასიამოვნო შეგრძნებები. და ეს ნიშნავს რას, როდესაც ეს ჩვენ სტრესი გვაქვს, უნდა მივხვდეთ, რომ რაღაცა არ ხდება კარგად. რომ ჩვენ გადაუხვიეთ, არ ვართ სწორ გზაზე. ეს ჩვენი სხეული, ჩვენი ფიზიკური სხეული არის კომპასი და ის გრძნობით სულ გვეუბნება, ჩვენ სწორ გზაზე მივდივართ თუ არასწორ გზაზე. შეგრძნება სულ ორია, სასიამოვნო შეგრძნება და არასასიამოვნო შეგრძნება. ეს ფიზიკური სხეული ჩვენი ყურმოჭრილი მონაა და ჩვენ მას აი მხოლოდ აი გრძნობით შეუძლია საუბარი და თუ მოусმენთ მას ჩვენ სხვა მეორე ადამიანი არ გვჭირდება, იმიტომ რომ ფიზიკურმა სხეულმა შეიძლება რომ ყველაფერი გითხრას. რა თქმა უნდა, ინტუიციაც აქ არის მოთავსებული, ჩვენი ინტუიციას გრძნობით გვგრძნობთ და ინტუიცია რომ განვითარდეს, მას ეს რწმენა ჭირდება. მე თავიდან გესაუბრეთ, რომ ჩვენ რაღაცეებს რომ ვიჯერებთ, ამ დაჯერების შესაბამისად მუშაობენ მერე ისინი ჩვენ ცხოვრებაში. მეგობრებო, 30 იუნის გვაქვს მარათონი. ეს მარათონი გაგრძელდება 6 კვირა. ამ 6 კვირის განმავლობაში გაიგებთ, როგორ გამოყოთ 4 ეს ბედნიერების ჰორმონი და როგორ შეამციროთ სტრესის დონე და კორტიზოლის გამოყოფა. მარათონი ეღირება 300 ლარი და მთელი ცოდნა თქვენ დაგრჩებათ. რა ვიცი, ამაზე მაგარი ცოდნა რა შეიძლება იყოს, რომ ვისწავლოთ, როგორ ვიყოთ ბედნიერები, როგორ ვიყოთ ენერგიულები და როგორ ვიყოთ ჯანმრთელები. ჯანმრთელობა დამოკიდებულია ამ ბედნიერების ჰორმონების გამოყოფაზე, ენერგიულობა დამოკიდებულია ამ ბედნიერების ჰორმონების გამოყოფაზე. და ნუ რავი, ტექნიკა ისე მაგრა ვითარდება, რომ ძალიან მალე ეს ყველასთვის ნათელი იქნება. მოდით მეგობრებო, მაშინ დავამთავროთ. მე მგონი საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა. დიდი სიყვარულით დაგემშვიდობებით და მეორედ კიდე მოვახერხებთ ალბათ რომ ერთად ჩაგერთოთ ყველა დროებით.